ბავშვობაში ავდიოდით მან ციხეში და დედაჩემი აცხობდა ხადებსო რა ხონდა იქ სანთელს ვანთებდით და ვიხსენებდით ჩვენ წინაპრებს ჩემს ბავშვობაში აქ ბევრი იყო ხალხი და ახლა დასოთა ბევრი ხალხი თავს ხუდუშაურების ოჯახშიც იყრიდა. კარი ერთნაირად ღია იყო ხელისუფლებისგან დევნილი სასულიერო პირებისთვის და გაჭირვებული ადამიანებისთვის, ქრისტიანებისთვის და მუსლიმებისთვის. ის რაც მაშინ მოხევეთა სახლში ხდებოდა, პატარა ირაკლისთვის ყველა გაკვეთილზე მნიშვნელოვანი იყო. როცა იყო გიორგობა, მთელი სახლი სავსე იყო მათხოვრებით. მამაჩემი არ ეძახდა ასეთ დიდ ადამიანებს, მის მეგობრებს ეძახდა მათხოვრებს. ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა ქისტები მამაჩემს, მუსულმანი ქისტები. ისინი მოდიოდნენ ჩვენთან და ჩვენ გქონდა მთელი ზეიმი მათ ჩამოსვლაზე. საუკეთესო ოთახში ჩემი მშობლები შლიდნენ ხალიჩებს, რომ იმათ თავისებურად ელოცა და ჩვენ მეორე ოთახში ვლოცულობდით ხატების წილებში. მერე ერთად ვხვდებოდით მაგიდასთან. ამბობს, რომ ხმამაღალი საუბარი ოჯახში არასდროს გაუგია. ხუდუშაურებმა 7 შვილი ასეთ გარემოში გაზარდეს. ომის პერიოდში ვლადიკავკაზში ფრონტისპირა ზოლში ცხოვრობდნენ, თუმცა მძიმე ყოფას ოჯახური სიმყუდროვე არ დაურღვევია. იმდენად მორიდება ჰქონდათ ერთმანეთის და კრძალვა, რომ სახელსაც სახელით არ მიმართავდნენ ერთმანეთს. ეს რაღაც დამცირებად მიაჩნდა და მიმართავდნენ ასეთი სიტყვებით. არ გესმის? ეს არ გესმის, რო იტყოდა მამაჩემი, ესე იგი დედაჩემო უკვე იცოდა, რომ ეს მას ეხება.